დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 9-ზე მე ვარლამ ციკლაური ვარ. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში გრძელდება ვაშინგტონში. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბოლის შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის არსებულ მიღწევებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს მხარეებმა, ასევე იმშელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. ისაუბრეთ საბოლოო ჯამში თუ როგორ გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს არასოდეს შეუწყვეტია ურთიერთობა საქართველოსთან, ეროვნულ ბანკს კონკრეტულად აქვს არაერთი მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტი თანამშრომლობთ და ეხლა ველოდებით ახალ მისიას, რომელიც სულ მალე ესტუმრება საქართველოს. ისევ მოვისმინეთ ჩვენი მხარდაჭერის ძალიან დიდი სურვილი და ზატყობა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მაშინ ნათქვამია, რომ ამერიკის საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას იმ უცხოური სახსრების შესახებ, რომლებიც ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში შედის. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასრულდეს უცხოური ფინანსების ირგვლივ არსებული საიდუმლო ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოიხმაურა. ის მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და აცხადებს, რომ კანონმდებლობაზე მუშაობას გააგრძელებს. ცნობისათვის ჯიმ რიში ის სენატორია, რომელიც საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს მკაცრად აკრიტიკებდა. მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს. ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედი ლაივის ეთერში. მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული განცხადებით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ ხელისუფლების მიდგომა სწორია, რადგან რაც ამერიკაში სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული ვერ იქნება. კონკრეტულად მისი კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ და გავიხსენოთ, ხომ გახსოვთ, მათ შორის ამერიკულ კანონზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე. და ასე შემდეგ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და ეს ადამიანი დღეს ამბობს ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს თუ დასამალი არაფერია მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის ამბობს კაცი ამერიკაში რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი მაგრამ როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში ეს არის რუსული საქციელი ამერიკაში რაც სახელმწიფოებრივია საქართველოს რუსული რატოა ჩემი აზრით ქართველმა, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა, ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში, სახელმწიფოებრივად, ეს არის ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფა. თუ ამერიკას სურს, სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტაციული ურთიერთობებისაკენ. წერს ამერიკული გამოცემა ამერიკან კონსერვატივი. სტატიაში წერია, რომ სწორედ ეს გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთა უმეტესობამ გასულ თვეში, როდესაც მათ წინ წამოიწიეს მეგობარი აქტი. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი წარმოადგენს ძალისხმევას უბიძგოს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვისაკენ და უკრაინის ომთან მიმართებით ტრანსატლანტიკური მიდგომის დაცვისაკენ მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება ამას მოხვდეს საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის.
ევროკავშირის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე ისაუბრო მამუკა მდინარაძემ იმედი ლაივში. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, ნაკლებად შესაძლებელია უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რადგან ეს არის ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში, რომელსაც ისინი არ დათმობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა. რატო არ ველოდები მე მაგალითად? იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში. და შანტაჟում აზრი ეკარგება, აქამდე როგორც ასეთი შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე. ეხლა რას გულისხმობ ამაში კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვა. იმის იქით პეტეტი აღარ არსებობს. მათი მხრიდან თუ კი ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს. ყველაზე სამწუხარო იცით რა არის? რომ ქართველები არც უარყოფენ ვიზა ლიბერალიზაცია, რომ შეჩერდეს, მაინც ხელგამოწეულები ეხვეწებიან სხვადასხვა ქვეყნის და ჯგუფების წარმომადგენლებს და ამას ვერ აღწევენ. იმაში ევროკავშირში კონსენსუსი მსგავს საკითხებზე საბედნიეროდ არ არის და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს შედეგი დადგეს. რუსი პრანკერების მახეში გაბმულ სალომე ზურაბიშვილისა და უჩან ანუაშვილის ინტერვიუს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა ქართული ოცნების ლიდერებისათვის. მათი სკანდალური აღიარება უსამშობლობისა და მორიგი სამარცხვინო ქმედების ტოლფასია. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციური სპექტრი ღიად მტრობს საკუთარ ქვეყანას, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნული ჩანაწერით დადასტურდა. შეგახსენებთ, რუსი ეგრეთ წოდებული პრანკერების სამიზნეში ექს-პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელმაც აღიარა, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ბოლო დროს ევროპიდან თანხების გამოგზავნის გაჭიანურების გამო უკმაყოფილებაც გამოთქვა. ისინი სრულ აგონიაში არიან ერთი მთავარი მიზეზის გამო. რეალურად პირდაპირ პროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. ანუ შემოვიდა ნაკლები ფული, პროტესტი მინავლდა. იყო მეტი ფული, პროტესტი უფრო ძლიერი იყო. მე უკვე ვიცი, შემიძლია თავისუფლად გითხრათ და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ითხოვენ ვიღაცებისგან, ზოგმა შედარებით პატიოსნად დახარჯა როგორც ამას. რატომ რა ეჭვი აქვთ? ეჭვი აქვს, რომ გაიფლანგა ეს თანხები, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ აქ ფული შეიძლება ბევრი რაღაც დავალდეს. ნათელი გახდა თუ რა შინაარსის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ყავს საქართველოს. ეს არ არის პოლიტიკური გუნდი. ეს არის შეთქმულთა გუნდი. ფაქტობრივად იყო ღია რევოლუციურ სცენარზე საუბარი, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე, ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ნახეთ კიდევაც დეკემბრის აქციების დროს, არც ქართული სახელმწიფო და არც ქართული ხალხი არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში არ და ვერ დაუშვებს. ქუთაისში ტექნოლოგიური განათლებისათვის ახალი ეტაპი დაიწყო. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე შექმნილმა ნებულა AI Hub-მა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა კურსერამ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ წვდომას კურსერას პლატფორმაზე განთავსებულ AI-ის მიმართულებით შექმნილ კურსების ფართო არჩევანზე. ეს პროგრამები მორგებულია ქართულ ენოვანი სტუდენტებისათვის და სრულიად უფასოა, რაც შესაძლებლობას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს გეოგრაფიული ან ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად მიიღონ გლობალურად კონკურენტუნარიანი ცოდრა. ნებულა AI Hub-ი ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მომავლის პროფესიონალების მომზადების მიზნით შექმნილი პლატფორმაა. მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა, რადგან აძლევს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მიიღონ ისეთი კურსებზე ხელმისაწვდომობა, როგორიც არის Google-ის, IBM-ის, OpenAI-ის და სხვა მასშტაბური ბრენდების მიერ დაგენერირებული კურსები. ეს ადამიანური კაპიტალის შექმნა იწვევს შემდგომში სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებას და ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბებას იმერეთის რეგიონში. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ჰაბი
ჰაბი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართულ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარების მიმართულებით სრულიად უფასოდ, ასე ვთქვათ, მიიღონ გარკვეული გამოცდილება, გაიარონ კურსები. კურსერა 13 წლის წინ სტენფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსებმა დააარსეს და მისი მიზანი სოფლიოში განათლების ხელმისაწვდომობაა. ვამაყობდა მიხარია, რომ ამ პარტნიორობის ფარგლებში კურსერას მაღალი ხარისხის მასალები უკვე ხელმისაწვდომი იქნება ქუთაისში მცხოვრები სტუდენტებისთვის. ისინი შეძლებენ მიიღონ ცოდნა იმ კრიტიკულად აუცილებელ AI სკილებში, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და რომ კრემლი დიდ დათმობაზე წავიდა, როცა ომის დასრულებისა და უკრაინის მთლიანად დაპყრობის შეწყვეტის მზადყოფნა გამოხატა. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის დროს დონალდ ტრამპი ყირიმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინისათვის ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩვენ გვინდა ბოლო მოუღოთ ამ ომს და გსურს ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვფიქრობ პროგრესს უკვე მივახციეთ, ვნახოთ რა მოხდება. შეხვედრები ამ წუთებში მიმდინარეობს, რუსეთზე წნეხი ძლიერდება. ვფიქრობ, რუსეთს სურს შეთანხმების გაფორმება, ამას მალე გავარკვევთ, მაგრამ შეთანხმებას ორი მხარე სჭირდება. საჭიროა ეს უკრაინასაც სურდეს. უკრაინა მეტისმეტად დაზარალდა და მგონია გარიგება მათაც სურთ. რაც შეეხება ტერიტორიებს, მათ ბევრი ტერიტორია დაკარგეს. ყირიმი რუსეთის კონტროლქვეშ პრეზიდენტის ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს მოექცა. ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს 11 წლის წინ მოხდა. მაშინ ერთი ტყვი არ გავარდნილა. მათ უბრალოდ გადასცეს ის რუსეთს. ახლა კი გვეუბნებიან, თქვენ შეგიძლიათ მისი დაბრუნება. ვფიქრობ ეს ძალიან რთული იქნება. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლაპარაკებისათვის მზადყოფნას, თუმცა აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთზე წნეხი არასაკმარისად ხორციელდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა. მე ვერ ხედავ რუსეთზე ძლიერ წნეხს და ახალ სანქციებს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ წნეხის გაძლიერების შემთხვევაში ჩვენ პოზიციების დაახლოებას შევძლებთ. ის რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ეს საშინელება მოაწყვეს, უკვე დიდი კომპრომისია. აზრი არ აქვს რაიმე წითელ ხაზებზე საუბარ ცეცხლის სრულ შეწყვეტამდე. ამერიკის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტების და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე დევს. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, ან ჩვენ კონსტიტუციას, არ შეიძლება იყოს არც ერთ შეთანხმებაში. ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არის ჩვენი გადარჩენა. ამ საკითხში ჩვენი პოზიცია პირდაპირ და გამჭვირვალეა. ბლუმბერგის ცნობით შეერთებული შტატები სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში რუსეთისაგან მოითხოვს აღიაროს უკრაინის უფლება ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვითი მრეწველობა. გამოცემის ცნობით ვაშინგტონის ეს მოთხოვნა უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებაში მოხვდება და მას შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაში წარუდგენს. ბლუმბერგი წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ შტატების კიდევ ერთი სურვილია რუსეთის მიერ უკრაინისათვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაბრუნება. ბლუმბერგის ამ ინფორმაციის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ყველა მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს. ევრონიუსისათვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ომი ორივე ქვეყანას აზიანებს და მხოლოდ ამერიკელების ზეწოლას შეუძლია ომის დასრულება. ეს უნდა იყოს კომპრომისი. მხედველობაში მაქვს, რომ დე-ფაქტო ეს მშვიდობა ჩემი პირადი შეხედულებით უნდა დავიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს თქმას, რომ ეს ომი მოიგო. ამიტომაც ყველა მხარეს მოუწევს რაღაც თვალსაზრისით დათმობაზე წასვლა. უკრაინას ასევე მოუწევს გარკვეული დათმობა, რადგან ეს სავარაუდოდ მოხდება, თუმცა რა დონეზე ამაზე პასუხი მიჭირს. მარჯანიშვილის თეატრში კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მერაბ კოკოჩაშვილი არაერთი ფილმის ავტორია.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით შედგა. 90 წელი გავიდა უკვე, რაც ვარსებობ. აქედან 80 წელია კინოში მუშაობდა, ვცდილობ როგორმე საზოგადოებას უთხრა ის, რაც მაწუხებს, რაც მიყვარს, რაც არ მიყვარს, რაც საქართველოში ხდებოდა, ხდება დღესაც. ვცდილობდი ამის გაკეთებას და თუ საზოგადოებამ ეს გაიგო, მე ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას, ვინც ყველაფერი გააკეთა იმის, რომ ეს დღე შემდგარი. მერაბ კოკოჩაშვილის წვლილი ქართულ კულტურაში იმხელაა, რომ მე მგონი ახლა რომ დავიწყო ამის ჩამოთვლა, ძალიან შორს წავალთ. 97 წელს პეზაროს საერთაშორისო კინოფესტივალზე დასახელდა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი და მათ შორის არის მერაბ კოკოჩაშვილის დიდი მწვანე. ამით უკვე საკმარისია თუ რა დონეზე და რამხელა დიაპაზონზე გაიყვანა კოკოჩაშვილმა ქართული კინო და ქართული კულტურა. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას და ეროვნულ კინოცენტრს. ასეთი იყო ახალი ამბები 9-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში. ზუსტად 10-ზე დაბრუნდება დროებით.